ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტული მიმართულება საგანმანათლებლო პროექტები და მათ შორის განსაკუთრებით თვალთა განათლება. გარდა იმისა, რომ UEFA-ს პრო ლიცენზია გვაქვს უკვე მეხუთე ამ წლის განმავლობაში დავამთავრეთ, ამის გარდა UEFA A, B და C ლიცენზია გვაქვს და გვაქვს სიახლე სპორტის უნივერსიტეტთან ერთად მინდა ვესაუბროთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ თანამშრომლობისთვის, გვექნება თვალთა განათლებაში ახალი D სერტიფიკატი, რომელიც შესაძლებლობა მისცეს ამ სერტიფიკატის მფლობელებს იმუშაონ 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში და აგრეთვე ამ სერტიფიკატის მიღება აუცილებელი იქნება იმისათვის, რომ UEFA-ს C ლიცენზიაზე დარეგისტრირდეს ახალი მწვრთნელი. მინდა წარმატება უსურვო სპორტის უნივერსიტეტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ყველა კურსდამთავრებულს. დღეს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის უნივერსიტეტს შორის, რომელსაც წინ უძღვოდა თითქმის ერთწლიანი სამუშაო პროცესი. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩართულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და ეს იქნება ეროვნული შიდა D სერტიფიკატი, რომელიც იქნება მწვრთნელთა განათლების კურსზე შემოსასვლელად და სწავლისათვის პირველი ნაბიჯი. ის მოეთხოვებათ ადამიანებს, რომლებსაც არანაირ საფეხბურთო გამოცდილება არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, C ლიცენზიაზე, UEFA-ს C ლიცენზიაზე იქნება გამონაკლისი განსაკუთრებული სტაჟის და გამოცდილების მქონე საფეხბურთო მოღვაწეებისთვის, თუმცა ეს ეროვნული შიდა D სერტიფიკატი მათ, ვისაც არანაირ საფეხბურთო გამოცდილება არ გააჩნიათ, იქნება პირველი საფეხური მწვრთნელთა განათლებას შემოსასვლელად. ასევე ამ D სერტიფიკატის შემოღებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების, UEFA სტრატეგიული განვითარების გეგმის იმ ნაწილს ვასრულებთ, რომელიც მოიცავდა შიდა ეროვნული ლიცენზიის გაჩენის აუცილებლობას. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას, სპორტის უნივერსიტეტთან ასე ძალიან კეთილშობილური ურთიერთობისათვის. ეს მეორე პროექტია. დღეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამე თუ საქართველოს განსაკუთრებულად ფეხბურთში და არა მარტო ფეხბურთში ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ზუსტად აი ეს არის ჩადებული იმ მემორანდუმში, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, როგორ უნდა ითანამშრომლოს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.